სიყვარულს, მათ მოწყალებას, მათ თავდადებას, მათ 1000 შეურაცხყოფას რო აყენებენ, სწამებენ და ყველაფერს რო იტანენ და რაღაც ვიგვეს ხო აი ძველწმინდანებს რო უყურებთ პირველ საუკუნიდან მესამე მეოთხე ამდენი წმინდანებს აი ეს წარმოიდგინეთ ქალი და ზოგადად დააბერს უწყვეს მათაშორის და წმინდანებს წმინდა მამებიც მეუბნებიან აი კითხვას სვამენ როგორ შეიძლება ეგეთები გავხდეთ ჩვენ როგორ შეიძლება ის ხო პავლე მოციქული იყო ის ხო ივანე მოციქული იყო ის ხო ესე ის იყო ეს იყო კაინე და ევოდო მოციქული ესე სიტყვას ამოსო ისიც ადამიანი იყო ის ანგელოზი არ იყო ისიც ზუსტად შენაირი იყო შენაირად დაიბადა ის შენაირად მოინათლა ის შენაირად გადიოდა ის ქრისტიანი მაგრამ ის იყო მოშურნე იყო და თავისი ღვაწლით მიაღწია იმ სიწმინდეს რას სიწმინდეაშიც არის ხო და იყვნენ მაშინ სანამ ცოცხლები იქნებოდნენ და ეხლა რა თქმა უნდა ზეცაში დიდებაში არიან და აი წარმოიდგინეთ ნეტარი ქსენია ეს ერის ადამიანი იყო არ იყო არც ეპისკოპოსი არ იყო არც მონაზონი არ იყო არც იღუმენია თქვა წინამძღვარი არ იყო რაღაც ერის ადამიანი იყო ჩვენაირი ადამიანი იყო უბრალოდ მან აიჩია ესეთი სალოსული ცხოვრება აიჩია ქუჩაში ცხოვრება აიჩია მოწყალები აი სხვანაირი ისეთი ხალი იყო რომ ესეთი მოწყალებას გაცემდა თვითონ არაფერი არ ქონდა და რასაც ადმენ ყველაფერს არიგებდა რაღაც საოცარი პიროვნება მთელი ცხოვრება ქრისტეს მიუძღვარა და აცინოდნენ რაღაცა შეურაცხყოფებს აყენებდნენ ცილს წამებდნენ ბიჟათვლიდნენ არასდროს არ გამოკეთილია ადამიანი არასდროს არ ჩავარდნია რაღაც მრისხანებაში არასდროს არ ჩავარდნია ნახეთ როგორ იმიტომ რომ ქრისტე ყავდა აი გონებაში გულში და აი მიაღწია ამ ხალხმა აი ჩვენ რამდენი გვინახია ხო მათხოვრები ხანდახან ისეთ რაღაცას გვეთქვიან ხანდახან ისე და ჩვენ რაღაც ისე უყურებთ ხოლმე და არა შეიძლება რომელიღაცა ქსენია იყოს შეიძლება იმიტომ რომ იმას ისეთი გაჭირვება აქვს ზოგს ისეთი გაჭირვება აქვს და ზოგს ისეთი რაღაც ძიმე მდგომარეობა მაგრამ ღმერთია დავანებული მასთან ღმერთი არის მასთან დავანებული ანუ აი ბევრს ვთქვია ხოლმე რომ აი ნახე იმას აკაი ოჯახი ყავს ნახე იმას რამდენი შვილი ყავს მე არაფერი არ მაქვს მარტო დაუჩი ასე შემდეგ ასე ამ ბევრს ვკითხია ეს რატო მოხდა ესე რატო მოეწყო არ არის ეს ბედნიერება გამიჯერეთ არ არის არც მრავალშვილიანობა ბედნიერება იმ გაგებით ვამბობ რა რასაც ღვთაებრივი ბედნიერება ქვია არც ის არის მარტო ყოფნა უბედურება არ არის ეს გამიჯერეთ ბედნიერება არის როცა ადამიანს ქრისტე ყავს შეიძლება ყველაფერი ქონდეს და ქრისტე არ ქონდეს ასე არაფერი არ არის არც შვილები არც მეუღლე არც მეგობარი არაფერი არ არის თუ შენ ქრისტე არ აკრავს დაკარგული ხარ და შეიძლება არაფერი არ ქონდეს ადამიანს და არ არის ეს უბედურება ჩვენ უყურებთ ამას რომ უბედურება აი სულ მეუბნებიან ხოლმე რომ მოდიან ასე მე არ მეწოდება ადამიანი ვინც ეკლესიაში დადის ვინც ეზიარება ვინც აღსარებას ამბობს ვინც მარხულობს ვინც არ მეწოდება ის ადამიანი კაი გაგებით ვამბობ ანუ თაებრივი სულიერი გაგებით ვამბობ თორე როგორ არ მეწოდება ვისაც სახლი არ არის ვინც ქუჩაში ცხოვრობს ვისაც საჭმელი აკლია ვისაც დასაჭმელი არ არის ვისაც შვილები ყავს და საჭმელის გული რას ქვია არ მეწოდება ადამიანურად მეწოდება კი არა შეიძლება ვიტირო მასთან ერთად მაგრამ იმ გაგებით ვამბობ სულიერი გაგებით არ არის ეს კატასტროფა იმიტომ რომ ვისაც არა ეს ორივე წარდგება ქრისტესთან და იწყება დაუსრულებელი ნეტარი ცხოვრება გველოდება ხდები ზოგს ეს მისცა შვილები მისცა ოჯახი მისცა კარგი თქვას შეიძლება კარგი ცხოვრება სად არის ეს თუ კარგად მიდის ყველაფერი ხო შეიძლება უბრალოდ ამოტრიალდეს ყველაფერი და ანუ სრული ბედნიერება არ არის სრული ბედნიერება არის ქრისტესთან სრული ბედნიერება არის როდესაც ჩვენ მოვკვდებით აუცილებლად მოვკვდებით ეს არ დაგვაწყდეს რომ აუცილებლად გავხდებით 100 წლისები 105 წლისი რამდენი წელი უნდა იყოს ადამიანი თუ მივეთ დასამდე მაგარი იქნება ხო ვიღამის ყველა ვარიანტში გავართ ამ ცხოვრებაში ყველა ვარიანტში მივართ ქრისტესთან და ვთქვი რა რომ მოვემზადოთ რომ აი ერის ადამიანი მიაღწია იმ ხელას სიწმინდეს რომ სასწაულო მოქმედების ნიჭი ქონდა წინასწარ ხედავდა ადამიანში ყველაფერს ხედავდა და ელაპარაკებოდა ეს ამხელდა ცოდვილებს და ასე და ნელ-ნელა ადამიანებმა რომ გაინახეს რომ რასაც ამბობდა ყველაფერი სრულდებოდა რასაც ამბობდა ესე მივიდოდა ვიღაცა დავდომილი თუდად რო იყო და რაღაცა ეთყოდა რაღაცა რომ მერტი ესე დაილოცებდა და იკურნებოდა და ნელ-ნელა მე ადამიანები მივხვდნენ რომ ეს უკვე წმინდა ადამიანი იყო და სასწაულო მოქმედების ნიჭი მიანიჭა ერის ადამიანი ჩვენაირი ადამიანი იყო არ იყო არაფერი სასულიერო დასის წევრი მაგრამ მიაღწია ამ სიტყვით ანუ ჩვენ შეგვიძლია მაგის თვალით
რა. ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენც მოვიხვეჭოთ სულიწმიდის მადლი. ჩვენშიც ჩვენ ვართ ტაძარი ღვთისა, რომ ჩვენშიც დავამკვიდროთ ქრისტე ღმერთი. იმიტომ ქრისტე სულ შენთან უნდა. შენზეა დამოკიდებული გახსნა გულისხმობ რომ შემოუშვა შენში. შემოდი უფალო ჩემში და როცა შენში იქნება უფალო, ყველაზე ბედნიერი და დამიჯერე. შეიძლება ყველაფერი თავდაყირაკა, მაგრამ მაინც ბედნიერი, იმიტომ რომ ყველაზე დიდი საუნჯე და ყველაზე მთავარი გაქვს. რასაც ქრისტე ქვია და ერთმანეთს რო ეს ხომს. აი ესეთი წმინდანები, უნდა შევავედროთ წმინდა ქსენიას, რომ ჩვენს მოგცეს ესეთი უბრალოება, ჩვენს მოგცეს ესეთი თავდაბლობა, ჩვენს მოგცეს იმის მოთმენის უნარი, რომ ვიღაცა რაღაცა ცუდად გვეტყვის და მოვიწმინოთ. მივემსგავსოთ ამ წმინდანებს. მე ვიხარია, ხო, აი რაღაცა წმინდანი როგორ მიყვარს ქსენია, წმინდა ქსენია, როგორ მიყვარს ოქროპირი და იბაძე ვერ გიგყვარს. თუ გიყვარს მიბაძე შენ ეგეთი გახდი. დები, სულ მაგას მეუბნებ ეს რომ ამოყო რა, იოანე ოქროპირი ისე მიყო, მე ას ვაკეთებ მე. ვაკეთებ არ ესეთი მოდელი როგორც იოანე ოქროპირი იყო. რასაც ოქროპირი ასწავლიდა როგორ უნდა იყოს მოდელი ვარ ეგეთი არა ვარ. ამიტომ აინდა ყველაფერი გავაკეთოთ რომ ამ დიდებულ წმინდანებს მივემსგავს. ესენი ჩვენაირი ადამიანები იყვნენ და მივიდნენ იქამდე. ჩვენ შეიძლება ვერ გავხდეთ ესეთი. მაგრამ თქვა თავსი, მაგრამ რაღაცაში შეიძლება მივემსგავსოთ და წარვემართოთ და მერთი ყველაფერი. დღეს ისეთი ცხოვრება არის, დღეს ისეთი გაბინძურებულია ყველაფერი და ისეთი ბრძოლები და ისეთი ეშმაკი ისე იმაშובה რომ პატარა რაღაცას რო გააკეთო, აი მერთი ამ დაგანახავს. რომ მიხვალ იქ და რომ რაღაცას რომ საწმენებას რო გეტყვი შენ ეს გააკეთე. ვიტყვი ვარ მე ეს გავაკეთე უფალო მე ამის გამო ეს ველოდებოდა. არაფერი აი შეგწყვეტა, იმიტომ რომ ერთი ესეთი რომ პატარას რო გააკეთებ ამ ხელას დაგინახა. ხო აი ამ ხელა გააკეთე. და რა რეიკეთები ამ მაგრამ დღევანდელი ეპოქა ისეთია თუ გადადგავ ნაბიჯს და რაღაცას გააკეთებ უკვე დიდად შეგენაცხება ეს ყველაფერი. შეგვეციოს დღევანდელი დღის წმინდანები, შეგვეციოს დღევანდელი წირვის მადლი, რომ აი ვეზიარეთ ქრისტე შეიწირა და ამაზე დიდი ბედნიერება, აი მდელი რომ ამას დააკვირდით ხოლმე, მდელი რომ ამბობს, რომელი ქერუბიმთა საიდუმლოს მე, ესე იგი მდელი ეუბნება რომ მე ქერუბიმები და სერაფიმები ესენი არიან ყველაზე აღმატებული ანგელოზები, რომლებიც ყველაზე ახლოს დგანან ყოვლადწმინდა სამებასთან. ანუ ყველაზე ახლო ისინი არიან ქერუბიმები და სერაფიმები. ესენი ანგელოზები არიან. და ახებდელი ასე უნდა რომელი ქერუბიმთა, ანუ ქერუბიმს ვემსგავსებინო. იმიტომ რომ როგორც ის იმას უშუალოდ ღმერთთან შეხება, მეც ესეთი შეხება და კიდევ უფრო მეტი, იმიტომ რომ ის ვერ ეხება, რასაც ქვია, შეხება ვერ ეხება და მე ვეხები. ხვდებით რა ხდება? ანუ ქერუბიმი ვერ ეხება, ყველაზე ახლოს დგას, მაგრამ ვერ ეხება ღმერთს. მე ვეხები ღმერთს და თქვენც ეხებით ღმერთს. ეხლა ვინ შემოვიდა თქვენში ღმერთი? ხვდებით რა? ნახე რომელი ქერუბიმთა საიდუმლოს ვემსგავსები და ცხოვრობს ყოფილისა სამებისა სამწმინდა არსობისა გალობასა ანუ ენი დაგუწერე რაღაცაში ვარ აქ, ენი დაგუწერე რაღაცაში ვარ. ეს თუ გაიხსნა სკოლები რომ გაგვიწყდა ალბათ გავგიჟდებით. იმიტომ რომ თელი ზეცა აქვს ტაძარში. თელი ზეცა. და ეს საიდუმლო ბერძნულად მისტიკოს ესე არის ბერძნულად და აი მისტიკური რაღაც მისტიური რაღაც არაქვეყნიური არასოფლიური რაღაც ზეციური საიდუმლო იწყება. გაიგე? და მოდელი ამას ეუბნება რომ და არა მარტო ეს მოდელს კი არ ეხება ეს მარტო თქვენს გეხებათ ეს არის, იმიტომ რომ თქვენს თანამონაწილეები ხართ ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ მე რო ვეზიარე, თქვენც ეზიარეთ, ხო? ამი გასხოვება კი არა. მე უბრალოდ სხვანაირად ვეზიარე, თქვენ ერთ და იგივე ქრისტეს ვეზიარეთ, მოკლედ ამის თქმამიდა და თქვენ რა ზიარების ლოცვები წაიკითხეთ, იგივე მე წავიკითხე. თქვენ როგორც ეუბნებით რომ მოდიხართ ზიარებაზე, წესით ესე უნდა იყოს, იმედია ხართ, რომ ღმერთო გამწმიდე ცოდული შემიწყალე უფალო, არ დამწვა უფალო, გადამარჩინე, მომიტევე ცოდვები, ხო ასევე იგივე, ზუსტად იგივეს ვამბობ მეც. რამე სხვა კი არა აქვს. იგივეს, უბრალოდ მდელი ეზიარება ჯერ